შენმა სხეულმა სიბრძნე დამალა ზუსტად იმავე ადგილებში, სადაც ტრავმა იმალება, ეს შემთხვევითი არ არის. სადაც სხეულს შეუძლია ტკივილის დაჭერა, იქვე შეუძლია გამოცდილების ცოდნის და ჭეშმარიტების შენახვაც. სხეული არ არჩევს, ის ყველაფერს ინახავს, მაგრამ როდესაც ტრავმა ჩარჩენილია, როცა გამოცდილება ვერ გადამუშავდება და ვერ მოძრაობს, ის იქცევა ბლოკად. ეს ბლოკი ახშობს ინტუიციასთან ცდომას, ახშობს იმ შინაგან სიბრძნეს, რომელიც რეალურად არასდროს დაკარგულა. ის უბრალოდ დაფარულია. ხშირად გონია, რომ ინტუიცია რაღაც ზემოდან მოსული მისტიკური ნიჭია, ან მხოლოდ გრძნობად არსებობდეს. მაგრამ სინამდვილეში ის ბევრად მიწიერია, ბევრად სხეულებრივია. თანამედროვე ნეირომეცნიერება და სომატური ფსიქოლოგია ნელ-ნელა ხსნის იმას, რაც სხეულმა ყოველთვის იცოდა. ცხოვრების გამოცდილებიდან წამოსული შაბლონები არ ინახება მხოლოდ მეხსიერებაში, როგორც ისტორია ან სიტყვები. ისინი იბეჭდება ლიმბურ სისტემაში, იმ ნაწილში, რომელიც ემოციას, საფრთხესა და უსაფრთხოებას მართავს. ისინი იბეჭდება ტვინის სფეროში, სადაც გადარჩენის რეფლექსები ცხოვრობს და ისინი იბეჭდება ორგანოებში, იმ ქსელებში, რომლებსაც ხშირად მეორე ტვინს უწოდებენ. სწორედ იქ იბადება ის, რასაც ინტუიციას ვეძახით, მაგრამ პროცესი აქაც არ მთავრდება. კიდევ უფრო ღრმა დონეზე, სხეულის ქსოვილები თავად ინახავს ინფორმაციას. სეროტონინის დაახლოებით 95% არ წარმოიქმნება ტვინში, ის წარმოიქმნება სხეულის ქსოვილებში, ნაწლავებში, სისხლძარღვებში, ნერვულ დაბოლოებებში და სეროტონინი მხოლოდ კარგ განწყობას არ ქმნის, ის განსაზღვრავს, გაიხსნება თუ არა ქსოვილები, შეიკუმშება თუ არა სხეული საფრთხის დროს, როგორ იმოძრავებს სისხლი და როგორ დაიბეჭდება გამოცდილება სხეულში. როდესაც ტრავმა ძლიერია, სხეული იკუმშება, ქსოვილები იკეტება, ნერვული სისტემა მუდმივად ფხიზლად რჩება. ამ მდგომარეობაში ინტუიცია ვერ ყვერის. მას ამის ძალა არ აქვს, ის ჯუნდება. არა იმიტომ, რომ გაქრა, არამედ იმიტომ, რომ სხეული უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს. და სწორედ აქ ხდება ყველაზე დიდი შეცდომა. ჩვენ ვცდილობთ ინტუიციას მოусმინოთ მხოლოდ გონებით. იმ დროს, როცა სხეული ჯერ კიდევ გადარჩენის რეჟიმშია, ინტუიცია არ მოდის დაძაბულობიდან, ის მოდის უსაფრთხოებიდან. როცა სხეული ნელ-ნელა იწყებს მოდუნებას, როცა სუნთქვა ღრმავდება, როცა ქსოვილები აღარ არიან მუდმივ შეკუმშვაში, იწყება მოძრაობა. იქ, სადაც ტრავმა იყო ჩარჩენილი, იწყება ნდობა და ამ ნდობასთან ერთად სიბრძნეც იწყებს გამოჩენას. ამიტომ ინტუიცია არ არის მისტიკა, ის არ არის შემთხვევითი გრძნობა ან ზებუნებრივი ნიჭი. ინტუიცია არის სხეულში განსახიერებული სიჩუმე. ეს არის ცოდნა, რომელიც შრამების მიღმა ცხოვრობს, ხმა, რომელიც არ ყვერის, არ გიბიძგებს შიშით, არ გაჩქარებს. ის ჩორჩულობს და ეს ჩორჩული მხოლოდ მაშინ ისმის, როცა ვსწავლობთ ღრმად მოსმენას, არა მხოლოდ ფიქრებით, არამედ შეგრძნებებით. როცა ტკივილს აღარ ვევშწვით, როცა სხეულს აღარ ვექცევით როგორც პრობლემას, როცა ვაცნობიერებთ, რომ სხეული არ არის მტერი, ის მეხსიერებაა. იქ, სადაც ტრავმა იყო ჩარჩენილი, სწორედ იქ იწყებს სიბრძნე მოძრაობას. და რაც უფრო უსმენთ სხეულს, მით უფრო ცხადი ხდება. ინტუიცია არასდროს დაგვიკარგავს. ჩვენ უბრალოდ ჯერ არ გვქონდა საკმარისი სიჩუმე, რომ გაგვეგონა. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ აქ წარმოდგენილი მასალა არ ანაცვლებს პროფესიონალურ რჩევას, არ წარმოადგენს პროფესიონალურ რჩევას, არის მხოლოდ ჰობის დონეზე შექმნილი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ აუდიოს, აწყობილია ერთ-ერთი უცხოენოვანი ტექსტის თარგმანზე, რომელიც არის შემდეგ განვრცობილი და უფრო მეტად გამართული. წარმატებებს გისურვებთ, სიყვარულით, ნენეთი.